ამერიკის კენტუკის შტატში რესპუბლიკური პარტიის ისტორიული პრაიმერისი მიმდინარეობს. განსაკუთრებული დაპირისპირება მეოთხე საარჩევნო ოლქში, სადაც გამარჯვებისთვის ორი სრულიად განსხვავებული რესპუბლიკელი იბრძვის. ეს ბრძოლა იმითაა ისტორიული, რომ მასზე რეკორდული თანხა $32 მილიონ მეტი დაიხარჯა. ერთ-ერთ გუნდს დონალდ ტრამპი მფარველობს. მათი მიზანია პარტიიდან გააძევონ ის ადამიანები, ვინც ტრამპს არ ემორჩილებიან. მათი კანდიდატი ედ გალრეინია. ის ამერიკის საზღვაო ფლოტის ყოფილი ელიტარული სპეცრაზმელია. მეორე ჯგუფის ლიდერი ლიბერტარიანელი თომას მასია. ის ხშირად უპირისპირდებოდა საკუთარ პარტიას და პირადად დონალდ ტრამპსაც კი. მაგალითად, ის ეწინააღმდეგება უცხოური ქვეყნებისთვის წარდგენილ დახმარების პაკეტებს თუ სანქციებს. ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, მაისის დასაწყისში გალრეინის მომხრეებმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ვიდეოც კი გაავრცელეს, სადაც თომას მასი მემარცხენე დემოკრატებთან ერთად სადილობს, რათა ის ამომრჩევლის თვალში ლიბერალად წარმოეჩინათ. მასის მომხრეები კი ამბობენ, რომ ვაშინგტონის ელიტა მას იმიტომ ებრძვის, რომ ის ერთადერთი კონგრესმენია, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო ფაილების გამოქვეყნებას ითხოვდა. ბოლო დღეებში თავად დონალდ ტრამპმა 10-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა თომას მასის წინააღმდეგ. პრეზიდენტი მოქმედ კონგრესმენს სუსტ, უმწეო, სრულ კატასტროფას და მესამე ხარისხოვან პოლიტიკოსს უწოდებს. ამ არჩევნებს რესპუბლიკური პარტიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ტრამპის კანდიდატმა წააგო, ეს ნიშნავს, რომ პარტიაში დამოუკიდებელი აზრი ჯერ კიდევ არსებობს. თუ მოიგო, ეს იქნება გზავნილი, რომ მან პარტიაში გავლენები საბოლოოდ გაიმყარა. ხმის მიცემა დახურულ უბნებში უკვე მიმდინარეობს. შედეგები საქართველოს დროით ღამის 2 საათზე გახდება ცნობილი. გამარჯვებულ კანდიდატს პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე წარადგენს.